შუახევი ჰესის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო, მან უკვე ჩვენს ბინებამდე, ჩვენს ოფისებშიც მოაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება იზრდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს იმპორტზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირებას. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საქმიანი დილის სტუდიაში დაანონსა შუახევი ჰესი კომერციულ ოპერირებას 2020 წლის პირველ კვარტალში დაიწყებდა. ჩვენგან ამბავი მოკითხულია და პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევი ჰესი 178 მეგავატზეა საუბარი, ხოლო სხალთა ჰესის, ანუ დარჩენილი 9 მეგავატის ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. შუახევი ჰესების კასკადი ჯამურად 450 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამორხევას გარემოში 200,000 ტონით და ხელშეუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში აღებული ვალდებულებების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ. ჰესების ეს კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგოპროექტს ბოლოს 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებულთაგან. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რჩება სრულად საქართველოში და მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც გითხარით, იმპორტზე დამოკიდებულებას. შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთა ჰესი, რის შემდგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. ჩვენ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად შუახევი ჰესი ქართული ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. შუახევი ჰესის პროექტის მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest, ინდური Tata Power-ი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია AFC. შუახევი ერთადერთი პროექტია ქართულ ენერგოსექტორში, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, ბევრჯერ მithქვამს ეს ამბავი, რომელსაც სამივე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, ანუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, EBRD, ADB, ანუ აზიის განვითარების ბანკი და შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან, ანუ AFC-სგან ფინანსდება. მე წარმატებას ვუსურვებ ამ პროექტს და ყველა იმ პროექტს, რომელიც გაეშვება და გარემოს დაცვისა და ყველა სხვა შესაბამისი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ აუცილებლად უნდა შევიდეს და ამოიქოქოს წელს შემდეგ წლებში. მინდა კიდევ ერთი ინფორმაცია გავაცნო ჩვენ საქმიან მაყურებელს. ესეც აუცილებლად უნდა მოახერხოთ ამ უმძიმეს წელს, რადგან არ უნდა დაგვიჯდეს, რომ წლის ბოლომდე სახელმწიფო გეგმავს კიდევ 25 ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანას. ყოველ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელებამდე ესეთი იყო და აქვე ჩამონათვალს გაგიკეთებთ, მათ შორის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სად იგეგმება ეს ყველაფერი. საუბარია საშუალა ჰესის პირველ და მეორე გაშვებაზე გურიაში, საუბარია მტკვარი ჰესზე სამცხე-ჯავახეთში, რაჭკა ჰესზე, რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთში, ასტორი ჰესი ის მშენებლობის ფაზაში არის და კახეთში მდებარეობს. ლაჰამი ჰესი სამეგრელო ზემო სვანეთი, ლაჰამი ჰესი 2, ნაცეშარი ჰესი, ჯოღარას უკაცრავად ჯაღორ-ნაშუმი, მემოპატიეთ, ესეც სამეგრელო ზემო სვანეთშია. ჭაპალა ჰესი, ეს არის საუბარი უკვე ჭაპალა ჰესი არის საუბარი და ბოყოზე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თბილისის ზღვის ჰესი, ხრამი ჰესი, სხალთა, ზეკარი, ნაროვან ჰესი, ცხეთამთიანეთში, დვირულა, ბორჯომი ეს სოფელ დვირთან, ხელყრა, სამეგრელო ზემო სვანეთი, იფარი, სამეგრელო ზემო სვანეთი, ჭართალი, ასევე ცხეთამთიანეთია და მაშავერა, ქვემო ქართლში და პირველი და მეორე ჰესი და ზემო ყარაბულახი, ქვემო ქართლში, დეკა, ცხეთამთიანეთში და პატარა ზეკარი იმერეთში. ეს არის ის გეგმა, ყოველ შემთხვევაში, რაც გადამოწმდა ჩვენი რეპორტიორების და ანალიტიკოსების მიერ და ჯერჯერობით ის ძალაშია და დადასტურებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩვენ კიდევ დამატებით მოვიკითხავთ ამ ამბავს, რა ვითარებაში გვექნება ამ შემთხვევაში, რა ვითარება იქნება ამ ჰესების ექსპლუატაციაში შესვლასთან და დასრულებასთან დაკავშირებით.